მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, დღეს ჩვენ ასეთი გაშლა გავაკეთოთ. უმაღლესი ძალების შემდეგი გეგმები თქვენს ურთიერთობაზე. ეს ალბათ, უფრო გამოადგება იმათ, ვისაც უკვე თქვათ, ან შერიგდით, ან უკვე ხართ დაუშვათ ურთიერთობაში და გაინტერესებთ როგორ განვითარდება. საერთოდ ახლა რას ფიქრობენ მაღალი ძალები ხო ჩვენს ურთიერთობებზე ნახოთ ახლა მაინც ახლა მინი სიგნიფიკაციას გავაკეთებ ახლა ყოველ შემთხვევისთვის და მე უკვე როგორც ყოველთვის კითხები გამზადებული მაქვს და ვკითხოთ ახლა ჩვენ ტაროს რას ამზადებს ახლა თქვენ რას ამზადებენ მაღალი ძალები თქვენი ურთიერთობაზე რას ფიქრობენ ახლა რა ხდება თქვენთან ურთიერთობაში და ახლა კითხვებსაც დავდებ მომამზადებ დღეს რაღაც სხვა დასდებმა მოითხოვეს და ამიტომ დავდებ ახლა კითხვებს. Так, უახლოესი ანუ საერთოდ მოვლენები, რომელიც მოხდება 1-3 თვეში. ანუ ერთი თვიდან 3 თვემდე რა, ესეთი ვნახოთ ახლა მთავარი რა იქნება. ვნახოთ ჩვენ ახლა გარდამტეხი მოვლენა რა იქნება, რა მომენტი იქნება თქვენი, რაც ყველაფერს შეცვლის. მთავარი გაკვეთილი რა გაქვთ თქვენს პარტნიორთან. ვნახოთ უმაღლესი ძალების გეგმით საერთოდ საბოლოო შედეგი რა იქნება, სად მიყავხარ თქვენ მაღალ ძალებს, აი ეს ვნახოთ და შემდეგი რა იქნება თუ თქვენ დაუშვათ ამ ნაკადს გახვებით, თქვათ რასაც გვეტყვის ჩვენ ახლა აქ მაღალი ძალები რასაც გვეტყვიან და ვნახოთ ახლა ჩვენ ყველაზე საუკეთესო სცენარი რა არის ახლა თქვენი ურთიერთობისთვის და რა იქნება თუ დაუშვათ თქვენ აი აქეთ იყოს ხო ჩანს კარგად და რა იქნება თუ დაუშვათ თქვენ წინააღმდეგობას გაუწევთ თქვათ ანუ გაფრთხილება აი ასეთი რაღაც კითხვები კიდე თუ დასაჭირო იქნება კი აი ნახეთ განულება ხო ხედავთ უკვე გვაჩვენებენ რომ აქ რაღაცა ახალი ეტაპი რაღაცა პერიოდი დაასრულეთ ამ ურთიერთობაში ვნახოთ ახლა ჩვენ აი კი ბატონო რა ხდება თქვენს შორის და აქ უკვე აი ზუსტად როგორც გითხარით ტაროც ეგრე ამბობს რომ აქ ადამიანი ან გამოჩნდა ან უკვე გზაშია, ასე რომ ვთქვათ, მაგრამ აქ ადამიანი მოდის შეცვლილი. ეხლა იმ დღეს გაშლა გავაკეთე და ძალიან გრძელი კომენტარი იყო, შეცვლილი რა მინდა, მე მინდა ისეთი როგორიც იყო. ეხლა იცით რა არის, ჯერ ერთი ეგრე არ არსებობს. ჩვენ ახლა ეს რო აი ადამიანები არ იცვლებიან, ეს არის სისულელი. ჩვენ ვიცვლებით, არის სიტუაციები, არის რაღაც მომენტები, რომელიც ჩვენ გვაძლევენ, ბიცქს რომ შევიცვალოთ. ეხლა მაშინ ადამიანი უნდა მოკვდეს, რომ არ შეიცვალოს, რას კი არ შეიცვლება. რაღაც მე კი არ გეუბნები ფიზიკურად არ შეიცვლება. ეს არის აბსურდი რა. რომ ადამიანები სულ ვიცვლებით ჩვენ უკეთესობისკენ, ზოგი არ იცვლება უკეთესობისკენ, ზოგი აი გაჩერებული ადამიანი, ეს არის ყველაზე საშინელება და ამიტომ რა თქმა უნდა, ადამიანი უნდა წავიდეს უფრო კარგი და კარგი გახდეს, ხო? აქ გვაჩვენებენ ჩვენ სიტუაციას, როცა ადამიანი უკვე ემზადება თქვენთან. მოსასვლელად შეიძლება უკვე თქვენ მოგწერათ, მაგრამ ყველა ვარიანტში აქ გვაჩვენებენ სიტუაციას, რომ მამაკაცმა მიიღო რაღაცა გადაწყვეტილება და უნდა რომ რაღაცა თქვენი ურთიერთობა სხვაგვარად წაიყვანოს. აი აქ უკვე აშკარად გვეუბნებიან, შეიძლება საუბრებიც გქონდა თქვენ უკვე მასთან და გითხრათ რომ თქვათ, ეხლა მე ვაპირებ სულ სხვანაირად ჩვენი ურთიერთობის თქვათ წაყვანა, ან შეიძლება რაღაცა საუბრებში თქვენი გრძენით რომ ადამიანი რაღაც შეცვლილია და ამაზე შემიძლია გითხრათ რომ ნამდვილად თქვენი აქ დამსახურება რომ თქვენ მაგაზე მოქმედებთ ყველა ვარიანტში რა. ვნახოთ ახლა სიგნიფიკაცია გვაჩვენეს, ახლა თუ თქვენი ეს გაშლა გავაგრძელოთ, ახლა ამ არხზე მე არ ვაკეთებ ძალიან გრძელ გაშლებს, რა ვიცი, თუ ძალიან გრძელი გამომივიდა, მაშინ იმ არხზე დავდებ, მაგრამ ვეცდები რომ ჩავეტიო ამ რა ქვია, ამ ფორმატში, როგორც ჩვენ გვაქვს არჩეული აქ. აბა ვნახოთ ახლა ჩვენ მაშინ პირველი კითხვა ჩვენი იყო, ანუ რა მოვლენები იქნებიან, რა უახლოს მომავალში, აი რა მოვლენა იქნება ისეთი. მოვლენა რა იქნება, დაწყება
დაწყება, აქ არის უკვე როცა ადამიანები მიდიან საერთოდ ახალ გზაზე, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ საერთოდ გვერდხების დუზი იმას ნიშნავს, რომ რაღაცა ახალი ეტაპი იწყება, მომავალი. აი ზუსტად ეს არის, რომ თქვენ დაიწყებთ, თუ დაუშვოთ აქ ვიღაცასთან შეიძლება ადამიანი მოდის, თუ უკვე თქვენ გაქვთ მაგასთან თქვა დაუშვოთ კავშირი, უკვე დაიწყება რაღაცა ახალი, განახლებული, აქაც გვაჩვენეს ჩვენ, რომ განახლებული არის, დამთავრდა რაღაცა პერიოდი და ეხლა უკვე განახლებული იქნება ეგ სიტუაცია, ნუ მაინც კიდევა ნუ კი, აი ადამიანი ხო გეუბნებით, მოდის თქვენთან ეს ადამიანი, სულ სხვა ენერგიით განახლებული მოდის, განახლებული, ანუ ნახეთ ახლა საერთოდ დასების მეფე ეს არის ადამიანი, რომელსაც ძალიან აინტერესებს ფსიქოლოგია, ადამიანი, რომელსაც ვითარდება, აი ყველა ეს თემები მაგისთვის არ არის უცხო, შეიძლება ადამიანი რამეს კითხულობდა თვითონაც და იმიტომ ამასაც ახლა გაიაზრა რაღაც მომენტები და ამიტომ მოდის სულ სხვანაირი ქმედებით შეიძლება თუნდაც სიყვარულში. გამიგეთ, რომ ის რა ქვია, კი. აი ნახეთ, აქ ეს უნდა მეთქვა და ზუსტად ის არის რა. ანუ ეხლა კი, აი როგორც რაც თქვი სიგნიფიკაციაში პრინციპში არის საჭირო, რომ თქვენი მოქმედეთ მაგაზეთ, მან ბევრ რამეზე ბევრს ფიქრობდა, სხვათა შორის იმასაც ფიქრობდა, რომ შეიძლება, ნახეთ, აქ არის თასების რაინდი, აქაც თასების რაინდი. და ნახეთ როგორი სიტუაცია, თასების რაინდი გადადის იმპერატორის ენერგიაში. ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ აქ თუ ადრე მოდიოდა ეს ადამიანი თქვენთან მსუბუქად, ასე რომ ვთქვათ, მსუბუქად როგორ სერიოზულს არაფერს არ ფიქრობდა შეიძლება ეს ადამიანი, მარტო თქვა შეხვედრები, რაღაც დროს ტარება და ასე შემდეგ. ეხლა ეს ადამიანი შეიცვალა და აი აქ ცვლილება ხო ხედავთ ექვსიანი არის ხმალების შემოსწავლების უსაყურადღებოდ, აქ არის დედოფალი არის ხმალების. აი ვინ იმოქმედა? აი ეს ინფორმაცია ხო მივხვდეთ თქვენ საიდან არის. და ანუ ესე იგი ხო ხვდებით, აქ ბევრს და აქ ნახეთ როგორი სიტუაცია იყო. ადამიანი აქ კიდე ისევ გვაჩვენებენ, რომ იყო აქ რაინდი, ხო? თასების ბევრს ფიქრობდა და მიხვდა, რომ თქვენთან უკვე ვერ მოვა ეგ როგორც რაინდი, ვერა, იმიტომ რომ თქვენ შეიცვალეთ ძალიან, მიხვდით? და ამიტომ ახლა თქვენთან უკვე თუ მოვა, სხვანაირად უნდა მოვიდეს, იმიტომ რომ თქვენს უკვე ისეთ პოზიციაში ხართ, რომ უკვე გონებაც გაქვთ ჩართული, გამიგეთ, აქ შეიძლება უკვე არ ახართ ისე, რომ მარტო თქვათ ემოციები და რაღაცები, იმიტომ რომ თქვენს ხა იცის, რომ ჭკვიანი ქალია და თუ მე მინდა, რომ მან ხელი მომაწოდოს და მე მაგას თქვათ ურთიერთობა გავაგრძელო და მე მინდა ეს გავაგრძელო, ნამდვილად, აი აქ უკვე როგორც თასების რაინდი, ანუ მსუბუქად ასე რომ ვთქვათ, ვერ ვიზავ რა, ვერ მივხვალ მაგასთან და ამიტომ უკვე სხვანაირად გააზრებულად უნდა მოვიდეს. აქ ეს პოზიცია მაც ეგრევე გვაჩვენა ჩვენ, რომ აქ თქვენი როლი ძალიან მნიშვნელოვანია. თუ თქვენ დაუშვოთ ახლა ამ ადამიანს ახლა არ წერდით, არ ეხვეწებოდით და ახლა ამ პოზიციით 100%-იანი ეს 100-ია, აქ არავინ არ დაუწყებდა ხვეწდა მოდარს. აი ნამდვილად ახლა ადამიანსაც მიხვდა, რომ თქვენ სერიოზული ქალი ხართ, თქვენთან უკვე კი სიყვარული უნდა გამოვხატო უკვე როგორც უკვე ზრდასრული ადამიანი, იმიტომ რომ თასების მეფე არის ძალიან ჭკვიანი ადამიანი. ეს არ არის რაინდი. რაინდს შეუძლია და შეგვპირდეს მილიონი რაღაცა და თუ ან გააკეთებს ან არა. დროს ტარება და მეტი არაფერი და აქ გეუბნებით უკვე არის თასების მეფე. ამან უკვე იცის ცოტა კი არა ძალიან სერიოზულად იცის საერთოდ სიყვარულის თემა და გააზრებული აქვს. იმიტომ გვაჩვენოს რაღაცა განახლებული არის, რა, სხვანაირი ეტაპი იწყება თქვენს სიყვარულში, მის სიყვარულში, ასე რომ ვთქვათ, რა. ვნახოთ მაშინ ახლა ჩვენ ანუ რა იქნება გარდამტეხი ეს მომენტი, რა იქნება, ანუ დაუშვოთ რომელიცაც ახლა ან გადაწყვეტილება ან რა იყნება თქვა აღიარება, ვნახოთ.
აი ზუსტად იქ ხო გითხარით მე სულ აი სხვანაირი ურთიერთობა წავა აი გარდამტე ხო ის იქნება რომ თუნდაც რომ კავშირზეც რო გამოვიდეს თქვენთან აი აქ იქნება სხვანაირი თქვენი თქვათ ახლა მიმოწერაც თუნდაც ხო ურთიერთობა აქ რა იქნება და უკვე ნახეთ თასების რაინდე როცა მოდის ხო ის არის უკვე ტიპი რომელიც თქვათ ახლა ნუ გამახარეთ მომეცით ხო აი ეგეთი ის არის ესეთი ენერგია რა და მაგრამ აი აქ ნუ აქ არაკულია ესე გაითვალისწინეთ ახლა ასე არ არის მაგრამ აქ არის როგორი მომენტი აქ ეს იქნება ზუსტად როცა წავა ენერგიის მიმოცვლა როცა უკვე მე თუ მინდა მაგ ქალთან ხო მეც რაღაცა უნდა შევთავაზო მას მოსამომავლად ფიქრობს როგორ მე უნდა შევთავაზო აქ თუ დაინახავთ არის აი ესე ხალი ზის და ხელი და იქით კაცის ხელი არის ხო მე თუ რაღაცა თუ მინდა მაგასთან სხვანაირი ურთიერთობა ხო აქ სხვანაირი უნდა იყოს ენერგიების მიმოცვლაც აუცილებლად აქ შეიძლება ადამიანი მოვა თქვა საჩუქრით ან შეიძლება თქვა უკვე თუ ადრე დაუშვათ მან ნუ არ დებდა თქვა ურთიერთობაში თქვა მატერიალურ ენერგიას აქ უკვე ძალიან კარგად დაფიქრდება დანახეთ იმპერატორით მოდის რა ანუ ადამიანი რომელიც პასუხისმგებლობას იღებს გამიგეთ რა ხდება აქ შეიძლება იყოს სხვაობა სხვადასხვა სასაკში ან ადამიანი თქვა ნუ ზოგი არის ახლა 60 წლის და პატარა ბავშვით იქცევა და მაგრამ ნუ აქ ხალმა რაღაც თავისი ცივის შეიძლება გამოაჩინან რაღაცა და აქ ახლა ნახეთ აქ უკვე არის როგორი სიტუაცია აქ ხდება ადამიანი რომ არ შეიძლება უკვე ისეთი რა ქვია ქცევა ისეთი დამოკიდებულება, როგორიც მქონდა ადრე, არ შეიძლება. უკვე ხდება ძალიან კარგად, ხო? ნუ კი ბატონო, იმპერატრიცა, კი ბატონო, კი. აქ უკვე ნახეთ, აქ თქვენ გაიზარდ, აქ უკვე მისი მანიპულაციები რაც იყო ადრე, არაფერი არანაირად უკვე არ გაჭრის. აქ ადამიანი ძალიან ბევრს ფიქრობდა და მიხვდა რომ ამასთან არა ჩემი თუ ადრე დაუშვდა ადამიანმა მანიპულირებდა თუ ადრე ადამიანი რაღაცა თავის პოზიციას გახვევდა ან გეუბნებოდა თქვათ აი მოდი ასე გავაკ აი როგორც მე მინდა როგორც მე მაწყობს აი თქვათ როცა მოვალდა მაშინ არის ესე იგი მისაღები ჩემი მოსვლა და როცა წავალ მაშინ არის ესე მისაღები და არა აქ თქვენ შეიცვალეთ თქვენ ხალი როცა რთავს მის უმაგას როცა ხალი რთავს გონებას ხო და უფრო სხვანაირად ფიქრობს, მე უკვე იცვლება მისი მიდგომა, აქ იცის მან მიხვდა რომ უკვე ამ ქალმა იცის უკვე რა უნდა მაგას, რა უნდა ურთიერთობიდან, იმიტომ რომ თქვენი ურთიერთობაც შეიცვლება. აქ ხალი გამოდის უკვე სულ სხვანაირი ენერგიები და ამიტომ თქვენ როგორ ხართ შეიძლება თქვა დაუშვოთ ახლა კი დაბრუნდა მაგრამ ვენები არ გადაიჭერეთ და ახლა პატარა იმისავით ლეყვევით არ დახტიხართ რა ანუ მოხვედი კაია გადასარევია რატომაც არა ხო ანუ კი გრძნობა გაქვთ მაგრამ თქვენ უკვე გადადეგით მიმღების როლში მიხვდეთ აქ ძალიან ბევრი სამუშაო ჩატარებული ამ ქალს იცოდეთ რა და ამიტომ ეს არის რაღაცა ცოტა გაშლა იმათის უფრო ვინც მართლა თავის თავზე მუშაობდა და არა მხოლოდ ეხლა ოღონდ დამერეკოს და ეგ არის და ოღონდ დამიბრუნდეს რა და კიდე ეხლა ლოდინი ეხლა მთელი ცხოვრება ნუ ეხლა ბოდიშეთ ეგაც ცოტა სხვა თემა ეგაც კომენტარებიდან გეუბნებით всё ეს დავტოვოთ ანუ აქ ხო ხდებით შეიცვლება თქვენი ანუ საერთოდ მიმოცვლა ენერგიას ხო მიხვდეთ რა და ამიტომ ეს ადამიანი ძალიან კარგად ხდება რომ всё მე კი ჩემი არანაირი მანიპულაციაზე მაგაზე არ იმუშავებს ეს ხდება ძალიან კარგად მიხვდეთ თვითონ მიხვდა თქვენი პარტნიორი რომ თქვენ შეიცვალეთ თან ძალიან მაგრად რა მაპატიეთ ეხლა ნახოთ მთავარი გაკვეთილი რა არის ახლა თქვენ შორის თან იმპერატრიცა და ყურუმი ეხლა ნახეთ საერთოდ ყურუმი ვაი მაპატიეთ საერთოდ ყურუმი არის როგორი ტიპის ადამიანი რა
ვის ცხოვრებაშიც ეს ქალი შემოდის, შანსი არ არსებობს, რომ არ შეცვალოს, იმიტომ რომ ენერგია ესეთი აქვს, რომ ვერც უცხო, უცნაური, ვერც მის გვერდით არ შეიძლება რომ არ მოხდეს ტრანსფორმაცია, არანაირად არ შეიძლება და აქ არის ის მომენტი, როცა ყველანაირად დაგაწყებინებს ფიქრს სხვანაირად, იმიტომ რომ ძალიან იზიდავს თავისი ენერგია და მაგისი გაშვება ძალიან რთულია, ძალიან რთული, იმიტომ რომ ეს არის ადამიანი, რომელსაც აი შენშიც ხსნის ისეთ ენერგიებს, რომელიც შეიძლება იყოს დახურული კი არა, რა ვიცი, რა გითხრათ, ყოველ შემთხვევაში, რანაირი მაგიც არ უნდა იყოს შენ, მამაკაც ხო, ეხება, ყურუმი მაინც გაჯობებს, იმიტომ რომ ეს არის ქალი ყოველთვის უფრო სხვანაირი მიდგომით, ძალიან ემპათიით, იცის, გრძნობს და რა თქმა უნდა თავისი ენერგიებით, ანუ ისეთ ადამიანი, იმიტომ ზოგს რო გონიათ, რომ აი მომაჯადოა და რაღაცა გამიკეთა და რაღაცა ასექნა და არა. ეს უბრალოდ თუ შენ გაქვს ეს ენერგიები, აქ ყველა ვარიანტში უბრალოდ ადამიანი ვერ მიდის შენგან. ეს არის შეუძლებელი. იმიტომ რომ ეს ქალი ყოველთვის იზრდება და აქ იმპერატრიცა და ყურუმი ერთად, ეს არის მაგარი ძალა რა. როცა ქალმა იცის რა უნდა, აქ ადამიანი თვითონ ვითარდება, აქ ადამიანი თვითონ უღრმავდება პროცესებს, აქ ადამიანი სხვანაირად უყურებს ყველაფერს და მის სივრცეში შანსი არ არსებობს, რომ რამე არ შეცვალო, არ შეიცვალოს. ეს არის ყველაზე ისეთი კარმული პარტნიორი შედის ახლა თქვათ მამაკაცის ცხოვრებაში, რომელიც მაქსიმალურად შეცვლის. ეს არის უკვე აქსიომა რა. და აი ეს არის მთავარი გაკვეთილი, ეს არის რომ უნდა შეიცვალოს აქ, კი, აქ ხალი თავისთავად. აქ ჩერის ხალით იცვლება თვითონ თქვენს, ახლა რა თქმა უნდა იცვლებით და თქვენი პარტნიორიც ყველა ვარიანტში უნდა შეიცვალოს და ეს არის თქვენი გაკვეთილი. იმის პლუს კიდე აქ თქვენ როგორც კიდე გაკვეთილით გავუშვოთ ახლა არის როგორც თუ ახლა არა ხარ თქვენ და არც ფსიქოლოგი, არც ეზოტერიკოსი და არც არაფერი, აქ თქვენში გაიხსნება ძალიან დიდი ცოდნა, რომელიც არის თქვენში დახურული, ემპათია ყველა ვარიანტში გაიხსნება, თქვენი ნიჭი ყველანაირად გაიხსნება და უფრო მეტი იქნება თქვენი განვითარება. ეს აქ უამრავი ადამიანი შემიძლია თქვა, თუნდაც სუმცირე დაინტერესდება ეზოტერიკით, შეიძლება ზოგი იტყოს, რომ ვაფშე პირველად ვუყურებ საერთოდ გაშლას, ან მაგ ადამიანის გამო დავიწყე მე ამ გაშლების ყურება დაუშვოთ, ხო? არც ვიცოდე თუ ეგეთი რამე არსებობს, შეიძლება ზოგი ახლა დაინტერესდება, ზოგი შეიძლება გადაწყვეტილებას მიიღებს და იტყვის, რომ მე უნდა ვისწავლო, იმიტომ რომ თქვენ შორის აი ეს სიყვარული თქვენ გადაყავხართ რაღაცა მაღალ დონეზე, მაგაზეც თქვენს პარტნიორზე. ანუ აქ ყველანაირად ადამიანს ეს ურთიერთობა თქვენში ხსნის უდიდეს ცოდნას. იმიტომ რომ აი ჩემოსწავლებს რომ ვეუბნები ხოლმე რომ მე კი არ გასწავლეთ, მე თქვენ გაღვიძებთ. ამიტომ რომ არავითარ არ შემთხვევაში აი გუშინაც აი ეს მქონდა ესეთი სიტუაცია რომ მყავს ახლა მაგალითად მე პირადად ხო? ისეთი მეგობრები და ქალები რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს ის რომ ისწავლონ. კი უყვართ რომ თქვათ მე გაუშალო თქვათ ან რაღაცა ვისაუბრო ან რაღაცა, მაგრამ თვითონ ინტერესი არ აქვს რომ ისწავლონ ტარო. იმიტომ ვიზახე რომ ეს არ არის ისე რომ აი ყველას ვინც თქვენ უკვე ხარ და ამ წუდამდე უყურებთ გაშლას და არა მარტო ჩემს თქვათ ეს ინტერესი გაქვთ თქვენ ამ სფეროში, ესე იგი თქვენ უკვე გეძახის ეს ყურუმის ძალა. ანუ თქვენში უკვე არის რაღაცა ისეთი რომ თქვენ ხართ სხვანაირი, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარო თქვენს გარშემო შეიძლება არის ადამიანი რომ კი მიდი შენ ისწავლე და მე გამიშლი, მაგრამ თვითონ შეიძლება არ უნდოდეს. ამიტომ არ გეგონოთ რომ რადგან თქვენ უყურებთ ახლა აქ გაშლას, ესე იგი არ იქა და ყველა ეგეთია. არ არის ეგეთი ყველა თქვენნაირი, არ არის ეგეთი არავინ. ახლა შეიძლება თქვა თქვენს სივრცეში არ გაგიკვირდეთ, იმიტომ რომ ზოგჯერ ჩვენ გონია მე რომ ეს მიყვარს, ყველას უნდა უყვარდეს. არა, არავითარ შემთხვევაში. ნახოთ ჩვენ ახლა ანუ რა შედეგი ექნება. ახლა მე კიდე მე დავამატებ
კიდე კითხობს ახლა რა შედეგი იქნება მაღალი ძალებს რა ანუ საით მიხავთ თქვენ ეს ურთიერთობა აი სად მიდიხარ თქვენ სად მიდიხარ და აი გრისივთ ასების მეფე სიყვარული აქ ნახეთ გითხარით თქვენს მამაკაცში გაიხსნა რაღაცა ახალი მიდგომა სიყვარულის სადმე ყველა ვარიანტში პლუს კიდე თქვენი მამაკაცის დაინტერესდება უეჭველი ამ თემებით რა იმიტომ რომ აი ამ ყურუმში როცა არის ხო გაკვეთილი აქ არის როგორ იცით როცა მე აი დავუშვოთ ჩვენ რაღაც თქვენ თვითონაც დაფიქრეთ თქვა რაღაცა და გაინტერესა ურთიერთობაზე თემა ხო აი თქვენი გზა როგორ მიხვიდეთ თქვენ აი თუნდაც ამ გაშლამდე ან რატო დაიწყეთ გაშლების ყურება ხო აი ეს მომენტი არის ზუსტად რა რომ თქვენ ახლა კითხვა გქონდათ ვუსმინე თქვა ფსიქოლოგებს ვისმინე და ქალებს ვისმინე მეზობლებს ყველას მოусმინე მე თქვა მივხვდი რომ იქ რაღაც არ მშველის მოდი ვნახო იქნება საკრალურიც ვნახო რაღაცა და ამოგიგდოს აი რამდენი გოგოს უთქვია აი სრულიად საერთოდ შემთხვევით არც ასე ბჭყალებში რომ ამომიგდო თქვენი ვიდეო და просто გადავირიე ეს საიდან ეს ხალი აქ ვინ არის რა არის და რო დაიწყე თქვენ მოყოლა ზუსტად რეზონირდა რატო სამყარო მასე მუშაობს ჩვენ როცა ვეკითხებით და გვაქვს რაღაცა თქვა ამოცანა და გვაქვს მოთხოვნა ჩვენ სამყარო გვაძლევს ყოველთვის ინფორმაციას არა აქვს მნიშვნელობა ვისი მეშვეობეთ მაგრამ ვინც თქვენ გჭირდებათ იმ მომენტში იმას მოусმენ და იმისგან მიიღებთ ინფორმაციას მე უფრო ღრმავდებით რა და ახლა ჩემთან ვინც მოდის მე შემიძლია თქვა აქ მხოლოდ უკვე ძალიან ისეთი განვითარებული ადამიანები გაჩერდებიან იმიტომ რომ უკვე თქვენ რაღაცა ეტაპები გამოიარეთ თქვათ შეიძლება უკვე სხვებიცაც ნახეთ ან ისედაც ხართ სხვა განათლების ადამიანები და იმიტომ თქვენთვის ჩემი ენა გასაგები არის რა თუნდაც შეცდომებით რო ვთქვა თქვენ მაინც უკვე ხვდებით აი ერთი მოსწავლე მყავს არაჩვეულებრივი გოგო იტალიაში ცხოვრობს და ქართული ენის მასწავლებელი მეუთხარი მე რუსული ენის მასწავლებელი ვარ ისედაც ერთ-ერთი ჩემი განათლება და ძალიან მიჭირს ხოლმე როცა ადამიანი არ ელაპარაკობს გამართულად რუსულად როცა ვიცი რომ რუსია და უნდა ელაპარაკოს წესიერად და შენ მე როგორ მისმენ მეთქი და მე საერთოდ არ მაინტერესებს თქვენ როგორ ლაპარაკობთ თავარია ვიღებ ინფორმაციას რომელიც მე მჭირდება და ადვილად ანუ იმდენად შევდივარ იმაზე რასაც ლაპარაკობთ რომ აი ეს ყურუმის თემა მიხვდით რომ ანუ ვთიშავ ყველაფერს რაც მე არ მაინტერესებს მაგრამ რაც მჭირდება ვიღებ აი ეს არის მთავარი და აი აქ ნახეთ თქვენ ახლა რა არის რომ ეს ადამიანიც მოდის აქ იმისთვის რომ თქვენ მამაკაცში ხსნის ამ ენერგიებს და რა გელოდება თქვენ და აქ ახლა ადამიანი პრინციპში ისი არის თქვენზე რომ რა გითხრათ უკვე მიჯაჭული რომ რა ვიცი არა აქ ყველა ვარიანტში კიდე იქნება განვითარება იცით რა არის ამას ახლა სჭირდება ანუ მაღალი ძალებს რა უნდა იცით რომ კიდე აქ მოხდეს ამისი განვითარებაც აქ სხვათა შორის კიდე მე ვფიქრობ რას ახლა მე კი ვფიქრობ კიდე რა ხდება აქ წინსვლა იქნება ეს ნახეთ აქ გადადიხარ თქვენ რაზე მაღალ ძალებს რა უნდა რომ თქვენ მარტო ის კი არ გქონდეთ ვნებით ურთიერთობა ვნებით ნახეთ ჩვენ გვაჩვენებ აი ხა ქვერთხების რო იყოს აქ მეფე ვეტყოდი რომ უფრო მოდის ანუ დაბალ ჩაქრებით რა ანუ სექსუალური ენერგიით უფრო მოდის როცა მოდის უკვე აქ მეფე თასების ეს იმას ნიშნავს რომ აქ უკვე სიყვარული იღვიძებს ეს სხვა დონე არის უკვე როცა კი მინდევ ხარ მაგრამ კიდევაც მიყვარ ხარ გააზრებულად მინდევ ხარ მიხვდით იმიტომ რომ სექსი ეს ცოტა სხვა თემა იქ სხვათა შორის ახლა მაგის დროს სექს აი აქ ნახეთ აქ ბევრში კიდე თქვენი სექსუალური კავშირი იქნება როგორი იცით თქვენ ანუ კარგად მინდა აგიხსნათ რა მაგ დროს გამოდის ენერგია ადამიანებისგან გამიგეთ როცა თქვათ გარის ესეთი სექსუალური კავშირი რა და ეს ადამიანი ეს თქვენი მამაკაცი ხო თქვენში რაღაც ახალ ენერგიებს აღვიძებს ისეთ ენერგიებს რომელიც მე თქვენ გადაგიყვანთ სხვა ნაბიჯზე გამიგეთ ანუ ეს არის რომ ეს ადამიანი ამისი თვითონაც ხო იცვლება და თვითონაც ხო იზრდება და თვითონაც ხო გადადის ახალ საფეხურზე ხო მაგრამ საერთოდ თქვენი აი ეს
ენერგია, რომელიც თქვენ გაკავშირებთ, ხო, უფრო კიდე გაძლევთ, თქვენ აი თითქოს კოსმოსში აყავხართ და მაგრამ ეს ენერგია თქვენ გჭირდებათ წინსვლისთვის. მიხვდეთ, აქაც ნახეთ წინსვლისთვის ეს სიყვარულის მეშვეობით იცვლება ეს ადამიანი. ანუ აქ სუფთა სიყვარული არის, მიხვდეთ? აქ გააზრებული სიყვარული არის რა. ამიტომ თქვენ გეძლევათ აი აქ უკვე თქვენ გადახვალთ სხვა ეტაპზე. აი დამიჯერეთ, მე მიხვდებით ცოტა მე რას გელაპარაკებით მე თქვენ და რა მინდა რომ აქ ავხსნა. ნუ თქვენ იცით რომ მე ხა ძალიან ისე არ მიყვარს რომ აი რომ მოვა და ერთად მაღაზიაში ვივლით აწი და ერთად კინოს უყურებთ საღამოების. შეიძლება კინოსაც უყუროთ საღამოებით. შეიძლება ერთად სადმე წახვალთ, სამოგზაუროთ, არ გამიკვირდება. შეიძლება ეხლა ან მაგრამ აქ უფრო ღრმად მაჩვენებენ, რომ აქ ეხლა ისეთი ენერგიები, რომელიც გაძლევენ თქვენ წინსვლას და ვაფშე სულ სხვა ეტაპზე გადადიხართ, შეიძლება გაგიკვირდებათ. აქ როგორ გაიხსნებით თქვენ და თქვენი პარტნიორიც როგორ გაიხსნებით თქვენ და აი სულ სხვა რაღაცას გაჩვენებს სამყარო თქვენ ამ კი სულ სხვა რაღაცას გაჩვენებს სხვათა შორის აქ ვიღაცა ერთადაც შეიძლება დაიწყებს ცხოვრებას არ გამიკვირდება თქვა შეიძლება შეთავაზება იქნება თუ დაუშვოთ აქ შეიძლება ადამიანი მოვიდეს და გითხრას რომ უკვე მინდა შენთან დავრჩი თქვა და ერთად ვიცხოვროთ კი ნუ აქ კუნდალინი ყველა ვარიანტში არის რა კი, აქ ახალი ეტაპი იქნება, აქ ენერგია იქნება, აქ არის რაღაც აი სასწაული იქნება, აქ გეუბნებით თქვენ ესეთი ენერგიები გაგიხსნება თქვენ, რომ გაოცდებით, აი აქ ცოდნა, ნუ რა ვიცი მე ახლა აი მაჟრიარებს თქვენს აქ ენერგიებს. ნახოთ ახლა ჩვენ, ანუ რა იქნება, რა მოხდება თუ ანუ ამ ნაკადს მიხვევით თქვენ. ნუ რა იქნება კიდე გეუბნებით ახლა აქაც იმპერატრიცა თქვენი გახსნა იქნება რაღაც არაჩვეულებრივი თქვენ ისეთი გახსნა გექნებათ რომ ვერც გეოცნებიათ ვერც აი აქ რაღაცა იქნება რა ვიცი მაღალი პილოტაჟი ყველა ვარიანტში იქნება აქ რა ნუ ვნახოთ ახლა ჩვენ ანუ როგორი აი გეუბნებით ყველა ვარიანტში თქვენ აქ იგრძნობთ თავს ქალად თავს და ძალიან აი რაღაცა თქვენში გაიხსნება რაღაც სხვა ენერგიები. ნუ პრინციპში აქაც ვილაპარაკე და იგივე გვიპასუხეს ჩვენ აქ რა. და თუ თქვენ ახლა დაუშვათ შეიწინააღმდეგებით და დაბრუნდებით იქ ძველ სცენარებში. აქ გადასვლა ახალ სცენარში მოგიწევთ რა. ისევ ისე იქნებით ძალიან რთულად. ხო, ნუ გეუბნებიან, რომ აქ ესე იგი საერთოდ აქ უნდა ეს ურთიერთობა იქნება ხანძლივი ყველა ვარიანტში. აქ გაიხსნება ძალიან ბევრი ნიჭი, აქ იქნება ძალიან ბევრი მუშაობა თქვენზე. აქ თქვენ განიკურნებით, აქ თქვენ გახდებით, ვინც უკვე მუშაობთ, თქვა საზოგადოებასთან სიტყვაზე, უფრო მეტად აი ცნობადობა იქნება თქვენი უფრო მაღალ დონეზე გეუბნები. ეს არის აქ არ არის უბრალო ურთიერთობა დამიჯერეთ, ვისაც რეზონირდათ, ეს არ არის რაღაცა აი ესეთი ურთიერთობა, რომ რა ვიცი, აი ჩოვლებრივი, არა, აქ ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობა არის რა და ამიტომ მაღალ ძალებსაც აქ თქვენზე ძალიან დიდი ნახეთ ახლა აი გეტყვით ვინც დაუშვოთ ეხლა ახალი გაცნობილი ხართ ხო ვინც ეხლა ხან დაიწყეთ ეს ურთიერთობა იცოდეთ ეს არის ხანძლივი თქვენი გზა მაგრამ თქვენ ამ გზაში ამ ადამიანთან გაგეხსნებათ ამასთან კავშირით გაგეხსნებათ ძალიან ბევრი ისეთი ცოდნა რაც იყო თქვენში დამალული რა პლუს კიდე ქალური ენერგიები გაგეხსნებათ სექსუალური ენერგიებიც გაგეხსნებათ ისეთი რომ თქვენ გაოცებულები იქნებით რა. ვისაც უკვე გაქვთ ურთიერთობა, იცოდეთ რომ თქვენი ახალი ეტაპი, რომელიც იწყება თქვენს ურთიერთობაში, მოგიტანთ ძალიან აი დიდ ცვლილებას, იმიტომ რომ აქ თქვენ შედიხართ ისეთ ენერგიებში, რომელიც შეიძლება თქვენ არ იცოდეთ თუ ვაფშე საერთოდ გქონდეთ, გინდათ სექსუალური, გინდათ ახლა საკრალური, არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ თქვენი ამ ყველაფრით თქვენ იქნებით აი ძალიან კარგად, კიდეც შეიძლება даже ფინანსურადაც, სულიერადაც და პლუს კიდე თქვენი ვარსკვლავი აქ უფრო აინთება.
თქვენზე გაიგებს ბევრი ადამიანი ზოგი წავა და მე დაიწყებს მე დახმარება სხვა ადამიანების გამიგეთ თუ თქვენ ახლა დაუშვათ ეს სცენარი არ მოგწონთ და თქვათ არა გაქვს მისავე დარჩებით ისევ იმ ძველ პროგრამებში რა ისევ პრობლემებში დარჩებით კი აი კიდე ვარსკვლავზე მეტი რაღა უნდა გითხრათ თქვენ ანუ აქ რაღაცა სასწაულები დაიწყება ну დააკვირდით იმიტომ რომ ეს ადამიანი ძალიან მნიშვნელოვანია მასში იხსნება რაღაცა ენერგიები ახალი და თქვენშიც ამიტომ ну ასეთი გაშლა გამოვიდა დღეს მე გისურვებთ როგორც ყოველთვის სიხარულს ბედნიერებას და ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ კარგს